ამ წამიყვან. აი ეს არის იმის ბრალი, რომ შენ უბრალოდ არასწორი გადაწყვეტილება მიიღე. ხო, ანუ ადამიანად გვაქცევს ნების თავისუფლება, ხო? ნება, თავისუფალი ნება არ აქვს ცხოველს. ინსტინქტებს მიყვება რა, ინსტინქტურ მე მოგიხსენებათ, როგორც ის ინსტინქტებს ბით სწავლობთ ჩვენ ამ ცხოვრებას და ყველაფერს. თუ გინდა რეალიზდე, უნდა ისწავლო ინსტინქტების დაკმაყოფილება ადამიანმა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც დამცხადა ტიტულმა ვიარო, ან ბოდიში და საპირფარეშოში მოუნდა ადამიანს და სალას მოუნდება იქნას, ანუ როგორც ცხოველი შვება და როგორც ეთქვა ბავშვი შვება, რომელმაც არის ის. თუმცა ინსტინქტია ეს ადამიანის, ხო? აი როგორც მაგალითად სულ მიყვარს ამ მაგალითის მოყვანა, რომ აი როდესაც სადღაც ვართ ხოლმე პიკნიკზე და ტუალეტში მოუნდა ადამიანს რა. მაგრამ ისეთ სიტუაციაში რომ აი რაღაც უწვევი უბნება, ვერავის რაღაცა და აი როდესაც აღმოაჩენ გზას ამის ეს არის ხო ინსტინქტია, ეს ბუნებრივი მოთხოვნილება ორგანიზმის, ხო, ბიოლოგიური. როდესაც აღმოაჩენ ამ ინსტინქტის დაკმაყოფილების გზას, ჯერ არ დაგეკმაყოფილებია, ჯერ არ წასვლა, მაგრამ როგორი ბედნი, აი ეს არის ინსტინქტი, ეს არის ბედნი, აი ეს ამას განიჭებს, როდესაც შენ ფუნქციონალურ უტილიტარიზმს შეეჩვევი და არავის არ ამადლი შენ საქმიანობას, შენს მოღვაწე, აი იქ წასვლას არ ამადლი არავის. თუ ვიღაცას ახლა ამადლი და ხათრით მიყვები, ვერ შექმნი არ გეგონოს რომ მასულ იქნება ბუნდოვანი მოტივი არ არის. რეალური მოტივი, რომელიც შენი განზრახვისთვის არის დამახასიათებელი, შენი სულიერი მხარისთვის.